სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ჩვენ შეიძლება მივეჩვიოთ ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენს ქრისტიანულ სოფხედელობას, სულიერ ცხოვრებას, ჩვენს ეკლესიურობას და უნდა ითქვას, რომ მიჩვევაში კარგიც არის და ცუდიც. კარგია ის, რომ იგი ჩვენთვის ბუნებრივი ხდება და მის გარეშე ჩვენ ცხოვრება აღარ შეგვიძლია, მაგრამ ცუდია ის, რომ თუ მიჩვევას ახლავს ის, რომ მას ვეღარ ვამჩნევთ ჩვენ ცხოვრებაში, იგი ჩვენთან არის არა ცეცხლის სახით, არამედ რაღაც ისე, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოვლენა რიგითი ჩვენ ცხოვრებაში, ეს უკვე ძალიან ცუდია. რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი მიეჩვიოს აი ცუდი გაგებით? თუ ის ჩათვლის, რომ ყველაფერი რაც სულიერ ცხოვრებაში აქვს, მისთვის ბუნებრივია. მაგრამ ესე არ არის. სულიერ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ ჩვენი ადამიანური ბუნებისათვის და ჩვენ გვაქვს დაცემული ბუნება, ანუ ღმერთს დაცილებული, ძალიან ბევრი რამ არაბუნებრივია. მაგალითად, ვავიღოთ სიყვარული. სიყვარული ბუნებრივია ადამიანისათვის. ერთის მხრივ. როცა თქვათ, ახლობელ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ. როცა ადამიანს არ შეუძლია მარტო ყოფნა. ოჯახის წევრი იქნება ეს, მეუღლე, შვილი, მშობელი და ასე შემდეგ. მაგრამ ქრისტიანობა მარტო ამ ბუნებრივ სიყვარულს არ გვასწავლის. ქრისტიანობა გვასწავლის ისეთი ტიპის სიყვარულს, რომელიც ჩვენთვის არაბუნებრივია. მაგალითად, გიყვარდეთ მტერნი თქვენი. მტრის სიყვარული არაბუნებრივია. მატერიალურ ქმნილ სამყაროში მტრის სიყვარული არაბუნებრივია, იმიტომ რომ თუ ადამიანი უბრალოდ ბიოლოგიური არსებაა, მისთვის ეს უბრალოდ წამგებიანია. იმიტომ რომ ადამიანს აქვს ცხოველური თვისებების და ეს გულისხმობს თვითგადარჩენის ინსტინქტს და მტრის სიყვარული კიდე იცით როგორ შეიძლება დაგვაზიანოს. მაგრამ ეს ჩვენი ვალდებულებაა თუ ქრისტიანები ვართ, მაგრამ ეს ვალდებულება არაბუნებრივია ჩვენთვის. ასევე ძალიან ბევრი რამ ჩვენი ბუნებისათვის არაბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ბიოლოგიური არსებები ვიქნებოდით. იგივე სინდისის ქმედება ძალიან ხშირად ჩვენთვის არაბუნებრივია. ერთ-ერთი ასეთი არაბუნებრივი რამ, რაც ადამიანს აქვს, რაც მას განასხვავებს ყველა სხვა ქმნილებისაგან, ეს არის სინანული. სინანულზე კიდევ ვიტყვით 2-3 სიტყვას, მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ჩვენ ვიცით, რომ სინანულს კავშირი აქვს სინდისთან, მაგრამ იგი უბრალოდ სინდისი არა, სინდისის მოქმედება არ არის. სინდისი ეხმარება ადამიანს სინანულში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ამოწურავს და თუ მტანჯველია ხანდახან სინდისი ჩვენთვის, სინანული კიდევ უფრო მტანჯველია. მეორე მხრივ, სადაც არ არის სინანული, იქ ქრისტიანობა არ არსებობს. იმიტომ რომ თუნდაც გავიხსენოთ უფლის სიტყვები, რომ დღიდან იონე ნათლისმცემლისა, სათასასუფეველი იძულების და ვინც აიძულებს, მიიტაცებს მას, ანუ სათასასუფეველი იძულების აქ ლაპარაკია საკუთარ თავზე იძულებაზე და მიიტაცებსო, ანუ დიდი ენერგია უნდა ჩადოს ადამიანმა, რომ მოიპოვოს სათასასუფეველი და ეს ყველაფერი დღიდან იონე ნათლისმცემლისაო და რატო დღიდან იონე ნათლისმცემლისა? იმიტომ რომ იონე ნათლისმცემელი თავის საზოგადო მოღვაწეობას იწყებს სიტყვებით: შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველიცათა. აი ეს შეინანეთ, აი ეს სინანული არის სწორედ საფუძველთა საფუძველი ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა. თუ არ არის სინანული, არ არის სარწმუნოება. როგორც არ უნდა გჯეროდეს ღმერთის არსებობა, შენ ქრისტიანი ვერ იქნები. იმიტომ რომ სინანულის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. როდესაც ჩვენ წმინდა წერილში ვკითხულობთ რწმენის შესახებ და შესაბამისად ურწმუნოების შესახებ,
უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ძველი ადამიანები, მათ შორის მოციქულები წერენ რწმენაზე და ურწმუნოებაზე, ურწმუნოებაში არ გულისხმობენ ადამიანს, რომელსაც არ ჯერა ღმერთის არსებობის. და რწმენაში კიდე არ გულისხმობენ ადამიანს, რომელმაც თავისი გონებით იცის, რომ ღმერთი არსებობს. ანუ რწმენისა და ურწმუნოების დეფინიცია სულ სხვა არის და არა უბრალოდ დაჯერება, არ დაჯერება. მოკლედ რომ ვთქვათ, ურწმუნო არის წმინდა წერილის მიხედვით არა ის ადამიანი, ვისაც ღმერთის არსებობის არ ჯერა. ესეთი ურწმუნოც არის და რა ვიცი, კიდევ უარესი წავდა. ურწმუნო ადამიანი, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ჯერა ღმერთის არსებობის, ის შესაბამისად არ ცხოვრობს, რწმენის შესაბამისი საქმეები არ აქვს. ანუ არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ეს რწმენა მასში გაცოცხლდეს. ესეთი ადამიანი იწოდება ურწმუნოდ. და რწმენის გაცოცხლების ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება, პირობა არის სწორედ სინანული. და თუ ჩვენ რწმენას აქვს პრობლემები, თუ ჩვენ სარწმუნოებაში გრძნობთ, რომ მოვიკოჭლებთ, იმიტომ რომ ექსტრემალურ შემთხვევებში ჩვენი რწმენა ვერ გვეხმარება და ძალიან ხშირად თუ ჩვენ ვატყობთ, რომ ჩვენი რწმენა დამოკიდებულია გარე მოვლენებზე. აი მაგალითად, როგორ მიმდის ცხოვრება, რამდენად წარმატებული ვარ, რამდენად მიგვარდება პრობლემები, როცა მე ვებედრები ღმერთს, რამდენად დაცული ვარ გარე სამყაროში. თუ ჩემი რწმენა ამაზე არის დამოკიდებული, ანუ გარე მოვლენებზე. და ძალიან ხშირად ეს გარე მოვლენები ჩვენ გვინდა რომ აშკარად სასწაულებრივად შეიცვალოს ხოლმე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რომ ღმერთი ჩვენ გვფარავს და გვიფარავს. თუ ჩვენი რწმენა აი ასეთ მოვლენებზეა დამოკიდებული, ესეც სერიოზული პრობლემაა. იმიტომ რომ მაშინ ჩვენ თუ გადავხედავთ ზოგიერთი წმინდანის და მოციქულების ცხოვრებას, მე გაგიკვირდება, რატო იყვნენ ეს ადამიანი მორწმუნენი, საერთოდ იმიტომ რომ გარე ცხოვრებაში მათ სულ პრობლემები ჰქონდათ. იგივე პავლე მოციქულს თუ გადახედავთ, თუ ვინმე დამისახელებს ამ ქვეყნიური თვალსაზრისით, რა ქონა პავლე მოციქულს ისეთი, რასაც შენ მოინდომებდი ამ ქვეყანაზე. მაშინ დაგეთანხმები, მაგრამ მე მეეჭვება, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პავლე მოციქულის ცხოვრებაში რაიმე მოვძებნოთ ისეთი, რომელზეც ვიტყვით ამ ქვეყნიური თვალსაზრისით, აუ მეც მინდა ეს მქონდეს. ეგეთები პავლეს არ ქონდა. ხოლო ის რაც ქონდა, არც ჩვენთაგანს არ მოუნდება. ეს არც ჩვენთაგანს. და თუ აი იმ ლოგიკით, რომ ჩემი რწმენა ძლიერდება და რწმენა მაქვს მაშინ, როცა ვხედავ ღმერთი როგორ მეხმარება ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, როგორ მიგვარებს პრობლემებს, მაშინ ჩემი ხედვა, როგორიც არის სარწმუნოებისადმი, ამ ხედვით პავლე მოციქული ურწმუნო უნდა გამხდარიყო. ურწმუნო. იმიტომ რომ ეს ღმერთისგან ამ ქვეყნიური თვალსაზრისით პრინციპში არაფერს იღებდა. ცუდ ძალიან ბევრს იღებდა. მაგრამ ვიცით, პავლეს სარწმუნოება ის ცეცხლია, როგორც იონე ოქროპირი ამბობს, რომელიც ალი ზეცას წვდებოდა. ესე იგი, ჩვენ კიდევ ერთხელ მიუბრუნდებით ჩვენი რწმენის ერთ-ერთ მთავარ საქმეს, გამოვლინებას, ფუნდამენტს, მოდი ესეც ვთქვათ, საფუძველს, უფრო სწორედ, ეს არის სინანული. სინანულის გარეშე რწმენა არ არის. აი სინანული, სადაც არის ნამდვილის სახით, იქ ადამიანის სარწმუნოება აღარ არის მიბმული ჩვენს გარეგან ცხოვრებაზე. უფრო სწორედ აი ღვთის გარეგან აშკარა სასწაულებრივ შეწევნაზე, რომელიც თითოეულ ჩვენთანგან სჭირდება. კაცმარო თქვა, განაღმერთით არა ვართ, რაც ავართ. მაგრამ ჩვენ მაინც მეტი გვინდა. ხანდახან სამართლიანად გვინდა მეტი. ხანდახან მართლა ვიჩაგრებით, ხანდახან მართლა პრობლემები გვაქვს, ხანდახან მართლა ჩიხურ სიტუაციაში ხვდებით, ხანდახან მართლა გვშია, მართლა წყურია, მართლა გვტკივა, მართლა გვეშინია, მართლა უიმედოთ ვართ, როგორ არ გვინდა ღმერთის გვეხმარება, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. ეს ბუნებრივია, ნორმალურია, მაგრამ აი ჩვენი სარწმუნოება არ უნდა იყოს ამაზე მიმული. თორემ პავლე მოციქული ურწმუნო გახდებოდა, ამას ვამბობ. ჩვენი სარწმუნოება, როცა ამაზეა მიმული, ეს ნიშნავს ამ გარეგანზე, რომ ჩვენ არა გვაქვს იმ ხარისხის სინანული, რომელიცაც უნდა ცოცხლობდეს ჩვენი სარწმუნოება, იმიტომ რომ დღიდან იონ ნათლისმცემლისა,
როცა მან თქვა, რომ შეინანეთ იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ვიცით, უფალი გვეუბნება, რომ სინანული არის მთავარი ძალა, მამოძრავებელი, სიმტკიცე, დუღაბი ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრების. სინანული და არა რაღაც გარეგანი. პირიქით, გარეგანზე უფალი ამბობს ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძებს. იმისათვის, რომ დარწმუნდეს, რომ იესო ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთია, რომლის ხელშიც არის ყველაფერი აბსოლუტურად. აი ამაში რომ დარწმუნდე, ესე უნდათ ფარისევლებს. ამაში რომ დარწმუნებულიყვნენ, ითხოვდნენ ფეირვერკებს. უფალი ამბობს ნათესავი მემრუშე და ბოროტი. ხო გესმით? ეს არის ჩვენი სარწმუნოება. თუ ადამიანი ამას არ იღებს, ის ქრისტიანი არ არის. მას ამის შესაძლებლობა აქვს, კი ბატონო. ადამიანმა შეიძლება არ მიიღოს ესეთი სარწმუნოება, ადამიანმა შეიძლება არ მიიღოს ესეთი ქრისტიანობა. ეს მისი ნება, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ განკაცებული ღმერთის მოწაფენი ვართ, მაშინ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სარწმუნოება, რომ ჩვენი რწმენა არ არის დაფუძნებული გარეგანზე, არამედ იგი სინანულს ეფუძნება. სინანული ბევრ ამას წარმოაჩენს ადამიანში და თუ ადამიანი სინანული ცხოვრობს, ძალიან ბევრი რამე მასში სხვანაირად ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე გარეგანის ჯულზე და შინაგან ქრისტიანობაზე. გარეგანის ჯული არის აუცილებელი, არავინ იფიქროს, როცა ჩვენ გარეგანის ჯულს ვამცრობთ შინაგანთან შედარებით და მეორე ხარისხოვნად წარმოვაჩენთ, ამით ჩვენ უგულებელს ყოფთ მათ. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, მაგალითად შეუძლებელია ადამიანმა, რაც არ უნდა სულიერი იყოს, მან უარყოს ტანსაცმელი. ხო შეიძლება, მე ძალიან სულიერი ვარ და ტიტლიკანა ვივლი. ხო არ შეიძლება ამის გაკეთება. ხო, ესეა. ნუ ესე ემართებათ ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე თანამედროვე საზოგადოებაში, თქვა თუ ადამიანი რაღაც ისი არ არის ჩაცმული და იცი რა, მთავარი ტანსაცმელი კი არ არის იტყვიან. შეიძლება გრძელკაბაში დადიოდეს და საშინელება იყოს. მთავარი სული და გულია და არის ტიტველი ამ დროს. ხო, მთავარი სული და გულია, მაგრამ ტანსაცმელსაც ხომ აქვს მნიშვნელობა. გესმით? აი, გესმით, გარეგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არა აქვს? მაგრამ ის მეორე ხარისხოვანია მაინც. მართლა შეიძლება ადამიანი გრძელკაბაში იყოს გაცილებით უარესი, ვიდრე ტიტლიკანა ადამიანი. შეიძლება, კი, როგორ არ შეიძლება. თუმცა ტიტლიკანობას არ ამართლებს. მაგრამ გარეგანს სულიერ ცხოვრებაში აქვს მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობა, მაგრამ იგი მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე ხარისხშია ის მხოლოდ სულიერის მერე. ეს პრობლემა ყოველთვის იყო და პავლე მოციქული ხშირად ვითხოვს, რომ პავლე მოციქული ამაზე სულ მუდამ აკეთებს აქცენტირებას, სულ მუდამ. ანუ მის წერილებში ვკითხულობთ, იმიტომ რომ ეს პრობლემა იდგა მაშინ. რატომ იდგა? იმიტომ რომ სწორედ გარეგანის ჯულისადმი ესეთმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ და გარეგანის ჯულის გაფეტიშებამ მოაკვლეინა ფარისევლებს ქრისტე. ვერ დაინახეს. აი ეს არის პრობლემა. გარეგანის ჯულის მიმდევარი ადამიანი ქრისტეს ვერ ხედავს და ყველა იმ გამოვლინებას, სადაც მაცხოვარი თავის თავს ავლენს, იგივე ეკლესიურ ცხოვრებაში გარეგანის ჯულის მიმდევარი ვერ გუობს, ვერ იტანს, ეზიზღება, ვერ ცნობს, ებრძვის. და ამის კლასიკური მაგალითები ქვეყნის არის ეკლესიის ისტორიაში. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე იოსებ ისიხატს, ძალიან ხშირად ვახსენებთ სოფრონ სახაროვს არქიმანდრიტს, ძალიან ხშირად ვახსენებთ სიმონ ახალღვთისმეტყველს, იონე ოქროპირზე და ბასილი დიდზე და გრიგოლ ღვთისმეტყველზე, მაქსიმე აღსარებელზე, ათანასე ალექსანდრიელზე, რომელი ერთი ჩამოთვალო. ყველგან იყო ბრძოლა. მათ წინააღმდეგ თან ძალიან ხშირად ვინც მე ჩამოთვალე, ბრძოლა იყო წარმართებისგან კი არა. არამედ ქრისტიანებისაგან. ქრისტიანებისაგან იყო ბრძოლა. გესმით? ამიტომ ეს გრძელდება ეს პროცესი. ქრისტეს ჯვარცმა სულ მუდამ გრძელდება და რაც ყველაზე საწყენია და უბედურებაა, ეკლესიაში გრძელდება ქრისტეს ჯვარცმა. არა წარმართებისაგან, არამედ ეკლესიაში ღვთისმსახურებისაგან, მორწმუნე მრევლისაგან გრძელდება ჯვარცმა ქრისტესი, როდესაც ეკლესიის წევრები, მათ შორის კლირიკოსები, ანუ იერარქიაში მყოფნი ვერ ხედავენ ქრისტეს.
და ნებისმიერ მის გამოვლინებას, მაცხოვრის გამოვლინებას ვინმეში იმ წამსვე აღჩობენ. ეკლესიის ისტორია, ეს მე ფანტაზიები კი არ მაწუხებს რაღაცა და ან კი არ მინდა ესე იყოს. ეკლესიის ისტორია ადასტურებს ამას და მე ვფიქრობ, რომ თუ წინა საუკუნეებში, როდესაც შედარებით ქრისტიანობა უფრო ყვაოდა ვიდრე დღეს, იგივე იონე ოქროპირის დროს, სიმონ ახალი ღვთისმეტყველის დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ აგერ იოსების სიხასტი ათონზე იყო საერთოდ, თუ მაშინ ესე ხდებოდა და რაღა იქნება მაშინ დღეს, როცა ესე სულიერი ცხოვრება ესე დაკნინებულია? აი პავლე მოციქული კიდევ ერთხელ გვეუბნება დღეს, რომ დღეს აღმოვიკითხეთ ეს გალატელთა მიმართ ეპისტოლია მე-6 თავი, რომ როდესაც ადამიანები გარეგანჟულს ანიჭებენ უპირატესობას, ამით ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ისინი ჭეშმარიტ ქრისტიანობაზე უარს ამბობენ. აი საიდან ჩანს ეს სიტყვები, აი მაგალითად გალატელთა მიმართ ეპისტოლედან, რომელთა იგი ჰნებავს პირშვენიერებაი ხორცითა, იგინი გაიძულებენ თქვენ წინადაცვეთა გარეგანის ჯული იყო. მაგრამ ნახე რას უკავშირებს პირშვენიერება ხორცით, ანუ გარეგანი მხარე ჩვენი სარწმუნოებისა. და რატომ? გარნა ხოლო რაითა ჯვარსა ქრისტესა არა შეუდგენ. იმიტომ რომ ყველაფერი გარეგანი არის გარეგანი, ხოლო ქრისტე ამბობს, რომ მოვედით ჩემ და ყოველი მაშვალი და ტვირთმძიმერი და ხშირად გიმეორებთ ეს სიტყვები ნიშნავს არა რაღაც ლირიულ სიტყვებს გადახოვას უფლის ქადაგებაში, არამედ ეს ნიშნავს მაშვალ და ტვირთმძიმე ადამიანს დაღლილს გარეგანის ჯულის აღსრულებით, ესე იყო სულ მაშინ და ეუბნება ასეთ ადამიანებს, რომ ჩემთან მოდით ესეთი ადამიანები, ოღონ ამ გარეგანის ჯულის საპირისპიროდ დაგვხვდებით მე ცოცხალი ღმერთი განკაცებული და მე განგისვენებ თქვენ. და როდესაც ადამიანი იმას არ ანებებს თავს, გარეგანს, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ უნდა, რომ აი ეს სიტყვები მიიღოს, მე განგისვენებ თქვენ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს შეუდგე და ქრისტე ჯვარცმულია და ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, ხოლო რაითა ჯვარსა ქრისტესა არა შეუდგენ, არ სურთ ეს ქრისტეს მოწაფეობა, ქრისტეს მიმდევრობა. იმიტომ რომ ქრისტეს მოწაფეობა და მიმდევრობა იოლია იმისთვის, ვინ ჭეშმარიტ სიცოცხლეს ეძებს ღმერთში, იმიტომ რომ მასთვის ეს იქნება განსვენება, ბედნიერება ქრისტეს სულში ყავს. ხოლო იმისთვის, ვისაც ეს უცხოა, მაშინ ქრისტეს მიმდევრობა რთულია, მას გარეგანის ჯულის აღსრულება ურჩევნია, აბა ჯვარცმა და გოლგოთა რა მოსატანია. ის ურჩევნია, იმისთვის იოლია ეს, იმიტომ რომ ქრისტეს მიმდევრობა, გარდა იმისა, რომ გოლგოთამდე ერთგულებას გულისხმობს უფლისას, გარდა ამისა, იგი აუცილებლად გულისხმობს საკუთარ თვითონ ამ ადამიანის ფერისცვალებას. ანუ უნდა შენ თვითონ დაემსგავსო ქრისტეს და აი სირთულე სად არის. არ უნდათ ადამიანებს თვით ქრისტიანობის წიაღში ქრისტეს დაემსგავსონ. მათ უნდათ რომ წესები შეასრულონ და მერე გულარხეინათ ლუარსაბ თათქარიძეობა სურთ. ხომ არ ხულობდა, ხო ეზიარებოდა. ოდა ეხლა კაიჭამა, კაისმა შვილიც უნდოდა, მეტი არაფერი უნდოდა. ლუარსაბ თათქარიძეობაა ეს. გესმით? აი ამაში ესა. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული ესე უპირისპირებს სწორად, რომ ვისაც ესე იგი ვისაც ვინც ებრძვის აი ამ ვინც გარეგანის ჯულის გამო ებრძვის შინაგანს და უპირატესობას გარეგანს ანიჭებს, ეს ხდება იმიტომ, რომ მას არ სურს ქრისტეს ჯვარს შეუდგენ. მაგრამ ვინც შინაგან ცხოვრებას იწყებს, მას გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრება და მაგალითად ჩვენ ქრისტეს უნდა მობაძავთ ჩემ და იქმნით ვითარცამე ქრისტესა, პავლე მოციქული ამბობს. ჩვენ ქრისტეს უნდა მივბაძოთ. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის. ჩვენ უნდა მივბაძოთ ქრისტეს და ქრისტეს მსგავსად ჩვენც ჯვარს უნდა ვაცვათ. რა? ჩვენი დაცემული ბუნება. ჩვენი დაცემული ბუნება ებრძვის ჩვენსავე თავს, იცით ეს ძალიან კარგად, თავისი ვნებებით. მას, აი მაგალითად, როდესაც ადამიანი მარხვის დროს ის ვარჯიშობს სწორედ საკუთარი დაცემული ბუნების ჯვარცმაზე. ანუ მას ჩვენს ორგანიზმს შია
მას იქ ცილოვანი საკვები მოაკლდება, იქ ნაყროვანი კვება მოაკლდება, ის გემოთ მოყარეობა მოაკლდება, თუმცა გემოთ მოყარეობა დღეს ყველაფერია სამარხო, გონი გოჭიც არის უკვე. ყველაფერია. ანუ ხო, მაგრამ რა ვქნათ ახლა? ესეა. ყოველ შემთხვევაში ადამიანი წესით მარხვის პერიოდში უნდა აი როგორ იყოს, ჯერ ერთი რომ გემოთ მოყარეობა უნდა აკლდებოდეს და მერე აი შიმშილისაგან არ უნდა შიოდეს, მაგრამ არც უნდა დანაყრებული იყოს და რაღაც ესეთი ზღვარზე იყოს, რომ გრძნობდეს რომ არახოლოპურითა ცხონდების კაცი. არამედ ყოველთა სიტყვითა რომ გამოვალს პირისაგან ღვთის, ანუ რომ ჩვენი არსებობის საფუძველი არის არა მატერიალური ენერგია, არამედ საღმრთო ენერგია, რომელიც არ უარყოფს მატერიალურ ენერგიასაც, კი ბატონო, მაგრამ თავარი საღვთო ენერგია, ამის მაგალითები კი ასევე უამრავია წმინდათა ცხოვრებაში, როცა სულიერი ცხოვრება დომინირებდა ამ ადამიანებში და უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან და უფრო მეტად განიმსჭვალებოდნენ საღვთო ენერგიით, ანუ მადლით, შესაბამისად მათ ნაკლები კვება და ნაკლები ძილი ჭირდებოდათ, ანუ მათი ფიზიოლოგია სხვანაირად იწყებს მუშაობას. ესეა. ამიტომ ეს ზღაპარი არ არის, ეს რეალურად არის. ეს თითოეული ჩვენთანგანის გამოცდილებათა შეიძლება იქცეს, როდესაც ჩვენი ფიზიოლოგია სხვანაირად დაიწყებს მუშაობას, თუ ჩვენ გავხდებით ჭურჭელი ღვთისა და სულიწმინდისა და ეს საოცარი განცდა, იმიტომ რომ ასეთ დროს ადამიანი განსაკუთრებულად გრძნობს საღვთო მადლის მასში მოქმედებას. როგორც ბოდიშთა გამაძღარი ადამიანი გრძნობს, რომ ის დანაყდა, იმიტომ რომ საკვები მიიღო, ასევე ადამიანი, რომელიც საღვთო მადლით ივსება, ის გრძნობს საღვთო მადლის მასში მოქმედებას. ეს არის ქრისტიანობა, ხშირად გვითხოვს, რომ ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. და აი, როცა ადამიანი თქვათ შია, ან ეგემრიელება, რაღაცა და არ აძლევს ამის საშუალებას, ის აი ამ გემოთ მოყარეობის ვნებას ჯვარს აცვავს, იმიტომ რომ მას არ სურს, ის ფართხალებს, გამიშვი იძახის, მე მინდა, შენ არ აძლევ ამის საშუალებას. ესეა ყველაფერი. ჩვენი ვნებები, გული, გონება, ნებელობა, ნერვული ყველაფერი, რაც კი ჩვენში არის, ითხოვს რა ის თავისას და ამ შემთხვევაში გულისხმობთ ცოდვას, იმიტომ რომ ის რაც გადამეტებული უნდა, როცა ცხოვრების საზრის ადამიანი ხედავს სხეულის საერთოდ ადამიანური ბუნების ვნებების დაკმაყოფილება, შესაძლოა უკვე ცოდვათ იქცევა და როცა ავიწროვებ, მას არ მოსწონს ტკივა, არ სიამოვნებს. ეს ჯვარცმაა ზუსტად და ამით ჩვენ ქრისტეს ვგავართ, შეიძლება ასე ითქვას. და ქრისტემ ჯვარცმით ადამიანური ბუნება განწმინდა. მე მათთვის, ანუ ჩვენზე იშვერს უფალი ხელს, მე მათთვის წმინდა ვყოფ საკუთარ თავს. ქრისტემ ადამიანური ბუნება რომ მიიღო, იგი განწმინდა ჩვენთვის. განწმენდაში იგულისხმება მისი ღვაწლი, როცა იგი არ დაუთმობს ბოროტის ცდუნებას არავითარ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში ეს მას მიიყვანს გოლგოთამდე და ჯვარცმამდე და ამას მერე მოყვება გაგზელება, აღდგომა, ამაღლება და დაждდება მარჯვენით ღვთისა და მამისა. ეს ყველაფერი არის განწმენდა ადამიანური ბუნებისა. ჩვენთვის გააკეთა უფალი ამბობს, მან ჩვენთვის გააკეთა განწმინდა ადამიანური ბუნება, მე მათთვის წმინდა ვყოფ საკუთარ თავსა, უფალი ამბობს. იმიტომ რომ ამ განწმენდილ ბუნებას ჩვენვე გვაძლევს, როცა ჩვენ ვეზიარებით, ჩვენ მისი სხეულის გაგზელება ხვდები და იწყება ჩვენი პროცესი ჩვენი განწმენდისა, მაგრამ ეს სინერგიული პრინციპი უნდა იყოს. მარტო მექანიკურად უფალმა მოგცეს თავისი უწმინდესი სხეული, ამით არ განიწმინდები, თუ შენ შესაბამისად ნაბიჯს მისკენ არ დგავ. ამიტომ მისი განწმენდილი ბუნებით ჩვენ განვიწმინდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვბაძავთ მას და ჩვენ ჯვარს ვაცვავთ ჩვენ საკუთარ თავს. აი ასევე უფლის პავლე მოციქულის სიტყვები იგივე ეპისტოლედან, ჩემდან უიყოფინ სიქადულ გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ჯვრით იქადის. სხვა სიქადული მე არ მაქვს, პავლე ამბობს და მე აგზელებს რომლისათვისაც სოფელი ჩემდამო ჯვარცმულარს და მე სოფლისა. სწორედ ამაზეა საუბარი, როცა ჩვენ ამ სოფელში ჯვარს ვაცვავთ ჩვენ საკუთარ თავს, გულისხმობთ ვნებებს შევავიწროებთ და ეს არის სწორედ მიუღებელი ჩვენი დაცემული ბუნებისათვის და ეს არის სწორედ ჯვარცმა. როცა ადამიანი ჭეშმარიტად სულიერად ცხოვრობს, აი ეს მე ჩვენ სინანული ვახსენეთ, ეს ყველაფერი არის სინანულის საქმეები, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ სულიერ ცხოვრებაში რატომ არის ასეთი რადიკალური ჩარევა?
აი წეგანაც თავიდანაც თქვით რომ არსებობს ისეთი რამ რაც არაბუნებრივი ადამიანის დაცემული ბუნებისათვის სიყვარულის მაგალითი მოგიტანეთ ხო? მტრის სიყვარული არაბუნებრივია. თქვათ ადამიანისადმი სიყვარული მეტნაკლებად ბუნებრივია ჩვენთვის. თუმცა ესეც არ შეგვიძლია სამწუხაროდ. აი სინანული არის ისეთი რამ რომელიც დაცემული ადამიანური ბუნებისათვის თუ ადამიანი უბრალოდ ცხოველი არის ხო? მას არ ჭირდება. მეცას გეტყვით ადამიანი ცხოველი კი არა, ადამიანი ღვთის ხატი რომ არ იყოს რაღაცა ლამაზი ქმნილება იყოს ღვთისა, ხო? ცხოველზე ცოტა მეტიც კი. მაინც სინანული, როგორ გითხრათ, სინანული არაბუნებრივი იქნებოდა. აი როცა ადამიანი მეორე ადამიანის წინაშე რაღაცას დააშავებს და ნანობს. ეს როგორ გავაკეთე და ეს სინანული არ არის ქრისტიანული თვალსაზრისით. თქვენ გახსოვთ იუდამ როგორ ინანა. როგორ ინანა ხო ეხლა მეტი რა გაგინა კაცო ადგადა ეს ფული რომელიცაც თვითქოს ეს გააკეთა უკან მიუყარა რასაკეთებთ მართალი კაცი მოგეცით მე არ მინდოდა რომ ეს კაცი ესე გეტანჯათ მოგეკლათ გაუშვით არ უშვებენ ვერ იტვირთა ეს თავისი ცოდვა თავისი დანაშაული თავი მოიკლა ხო გესმით ეს არის სინანული მაგრამ ადამიანური სინანულია მას არანაირი კავშირი არ აქვს ღვთაებრივ იმ სინანულთან რომელზეც ამბობს უფალი რომ დღიდანია ნათლისმცემლისო ანუ ჩვენ ძალიან ხშირად ეს შეცდომა მოგდის, როცა რაღაცას ვაშავებთ სულიერ ცხოვრებაში. ხანდახან თქვენი აღსარებები არის ხოლმე ისეთი სუდი. იცით რას ნანობთ? აი დაახლოებით ესე რომ ვთქვათ, რომ აი რომ დავდივარ, მე შემთხვევით შეიძლება ჭიანჭველას დავაბიჯე. მე ფიგურალურად ვამბობ, არაპირდა. შემთხვევით შეიძლება რაღაცა ბაქტერიას დავეჯახე და გადავაგდე, რომ დავდივარ. ხო გაგეცინებათ, აი დაახლოებით აი უღიმღამო სინანული გაქვთ თქვენ, აი ფარისევლური სინანული გაქვთ, რომ თქვათ, აი ლოცვაში რაღაც სიტყვა გამოტოვე ან შეცვალე, ან რაღაცა ლოცვა ბოლომდე ისე ვერ წაიკითხე, ან რაღაცა მარხვაში მაკარონი შეჭამე, სადაც სავარაუდოდ ცოტა კვერცხი იყო, იმდენი მათ რა უთხარი, რაც კვერცხი მაკარონში, თან ქართულ მაკარონში მით უმეტეს. ანუ სხვა საჭმელი არ ქონა, შიმშილი ტყუდებოდი და რაღაცა არასამარხო შევჭამე. ნუ ესე იგი ეს არის ფარისევლური აღსება, მაგრამ მე ვერაფერს ვერ ვაწყობ. მე ვერ აი როცა ადამიანებს აი ამგვარი განწყობა აქვთ აღსარების დროს, ხო? მე ვერაფერს ვეღარ ვაწყობ, იმიტომ რომ აღარ ვიცი რა გაგითხრათ. თითქოს ტყავიდან ამოხტები ხოლმე, რომ გაგაგებინოთ, მაგრამ მაინც აი იქ ხართ და აბა რა არის მაშინ სინანული და აღსარება? ადამიანი იკითხავს, ხალხო, სულ მაგას ვამბობ, რომ თავარი აღსარებაში და სინანულის დროს არის განცდა, რომ ადამიანის მდგომარეობაში ხარ. აი ამას რო ვერ ხედავ და წვილმანებს ეკიდებით. ადამიანს აქვს მეოთხე სტადიის სიმსივნე. ექიმთან მიდის და ექიმს ამაზე კი არ ელაპარაკება. ექიმს ეუბნება რომ აი გაციებული ვარ ცოტა ჩემსავით ახლა და გაციებული ვარ და გება მომარჩინო რა, არა გაქვს წამალი სურდოსიო. გესმით ამას გავს. კი ბატონო, ესეც ავადმყოფობაა, მაგრამ მეოთხე სტადიის სიმსივნე რა დროს სურდოა შედალოცული. გესმით აი ადამიანის მდგომარეობა დავინახოთ ჩვენში და ადამიანის მდგომარეობა რა მდგომარეობაა? ამაზე აი ეს სიტყვები ჩვენ ცხოვრებაში როგორც გვირგვინვა ისე უნდა ისმოდეს. ჩვენთვის სასუფეველში შესვლა არის შეუძლებელი. ამაზე საშინელი სიტყვები არსებობს. შეუძლებელი. ყველანი ვართ ჯოჯოხეთის კანდიდატები. ამაზე მეტი შეიძლება. ჯოჯოხეთის მოქალაქენი რო ხარ, მოქალაქენი რო ვართ, ყველანი. ამაზე მეტი საშინელება და უფლის სიტყვებია თეოდორე მხوار თქვა. კაცთაგან შეუძლებელია. რატომ არის შეუძლებელი? იმიტომ რომ ადამიანის მდგომარეობას ვატარებ ჩვენ საკუთარ თავში. და მე იწყება ღვთის მიერ შესაძლებელია უფალი ამბობს. აი ღვთის მიერ შესაძლებელი, როგორ გონიათ პატარა წესების და რაღაცეების დარღვევებზე და ასრულებაზეა დამოკიდებული? არ არის ამაზე დამოკიდებული და მთელი წმინდა წერილი, მთელი ქრისტიანობა ხო სწორედ ამას გვიქადაგებს თუ რაზეა ეს დამოკიდებული, ამაზე ვსაუბრობთ მუდმივად სულ. როდესაც ადამიანს ეს არ აქვს, როდესაც ადამიანი არ აღსარებას ხო ჩემთან არ ამბობ, აღსარებას ამბობ ქრისტესთან, როცა ქრისტეს წინაშე არ წარსდგები, როგორც ადამიანი, რომელიც სათქმელი არაფერი გაქვს, იმიტომ რომ ადამიანის მდგომარეობაში ხარ, მაგრამ პრობლემა აქ არის, რომ დაგინახავს ეს ადამიანის მდგომარეობა შენში? დაგინახავს?
არ შეძრწუნებულ ხარ თუ დაგინახავ და თუ შეძრწუნდი რა თარ ჩანს ეს იგივე აღსარების დროს და თუ ვერ დაგინახავს მიზეზი იცით რა არის იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა ადამიანის მდგომარეობა დაინახოს თუ არ ჩაიხედა სარკეში ჭუჭყიანი ადამიანი თავის ჭუჭყს ვერ დაინახავს სარკეში თუ არ ჩაიხედა ეს სარკე არის მადლი კიდე მოიხვეჭება სწორი სულიერი ცხოვრებით სწორი ლოცვით გესმით აი ეს ყველაფერი ისეა გადამული ერთმანეთზე ადამიანები რომლებიც არ ნანობენ ესე იგი არ ლოცულობენ კი ლოცვის ტექსტებს კითხულობენ მაგრამ ეს არ არის ლოცვა და ამიტომ ვერ ხედავენ ისინი საკუთარ თავს როგორ ვილოცოთ ამას სულ გასწავლით სულ მუდამ რომ ჩაუღმავდით განიცადეთ ნუ იქნებით ყალბნი ყოველი სიტყვა თქვენ საკუთრებად აქციეთ საკუთარ თავში იყავით ლოცვის დროს იესოს ლოცვა შეიყვარეთ თქვენი არსება იმ სიტყვებში მოაქციეთ მაგრამ ეს სიტყვები უნდა გაიგოთ რას ნიშნავს და შესაბამისად ამ სიტყვების შესაბამისად მე იცხოვრეთ აი ამ ყველაფრის ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების მიზანი არის არა ის რომ ადამიანი გაუმჯობესდეს ამასაც ხშირად ვსაუბრობთ თუ ადამიანი ფიქრობს გაუმჯობესებაზე და ამიტომ ნანობს რასაც აშავებს ეს გაუმჯობესება აი უცნაური რაღაც ხდება ადამიანი მართლაც უმჯობესდება ადამიანს მართლაც აქვს მიზანი რომ გაუმჯობესდეს აღარ შეიგინოს აღარ მოიპაროს აღარ იმრუშოს აღარ დათვრეს აღარ მოკლედ მაგრამ უბედურება ის ხდება რომ თუ მიზანი ეს არის ადამიანი სინამდვილეში უარესი ხდება იმიტომ რომ ადამიანი მე თავმომწონებაში ვარდება ბიჭო რამდენადაც ვაშავებდი როგორც ეს ხალხი ახლა აღარ ვაშავებ უი რა კაია ამათ ხო ჯობი ვარ ნახდათ ჯობი ვარ ესე იგი ადამიანს ეძლევა საფუძველი თვითკმაყოფილებაში ჩავარდნისა ეგ არის ფარისევლობა ის ყველამ გავიხსენოთ ხალხო ბეზორისა და ფარისევლის იგავი კი არა ეს ნამდვილი ამბავი რომელსაც პრინციპში ესე გვაწვდის იგავური სახით ანუ ის თითოეული ჩვენთაგანისათვის სამაგალი თუ არის ხო ფარისეველი რომელიც არაფერს აშავებს ყველაფერს კარგად აკეთებს და თან ბევრს ლოცულობს და მეზვერე რომელიც ყველაფერს აშავებს და სულ რამდენიმე სიტყვით ლოცულობს იგივე იესოს ლოცვა პრინციპში რასაც ის აკეთებს მორჩა ეს სოდვილი და ცოტა სიტყვების მთქმელი გამოვიდა გამართლებული და ეს მართალი და მრავალი სიტყვით მლოცველი და გამოვიდა გამტყუნებული არანაირად მოხდა ეს და სადა ვარ ჩვენ ვინა ვარ ჩვენ რომელი ვართ აქედან ხო და აი როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებაში ცდილობს რომ უკეთესი გახდეს და ამით კმაყოფილია და დიდი მიზანი არ აქვს ის ფარისეველი ხდება იმიტომ რომ უკეთესი მართლაც შეიძლება გახდეს აბა როგორ ახლა ადამიანი რა ვიცი რომ ძაღლი იწვრთნება და ცხენი და ადამიანი არ გაიწვრთნება და გახდა უკეთესი და რა მერე არაფერი რა ადამიანის შვილიც იყო ახლა უფრო კაი გაწვრთნილი ადამიანის შვილია რა ნაკლებად იკმინება და საზოგადოებაში გამოსაჩენია მეტი არაფერი არ შეგწხვება და რაღაც საშინელებებს არ გააკეთებს გაუზდელი არ არის აი ეს არის მაგრამ ის კვლავ ადამიანის შვილია ანუ ის არ გამხდარა ღვთის მსგავსი არსება გესმით და თუ დაკმაყოფილდა მე ამით იამაყებს და თუ იამაყებს ამით დამთავრდება მისი განვითარება ამიტომ ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანის გაუმჯობესება კი არ ხდება არამედ ახალი ადამიანის შექმნა და აი პავლემ ეს ხო ახალი არ არის ეს ამბავი რა ჩვენთვის ხო ვიცით და აი პავლე მოციქულის ის სიტყვები რამე თუ ქრისტე იესუის მიერ არცა წინადაცვეთილებაი რას შემძლებელი არის და არცა წინადაუცვეთელობაი ანუ აქ ლაპარაკია გარეგან ჯულზე იმათ რო ელაპარაკება იუდეველებს ამით ჩვენ გველაპარაკებათ რომ კი არ დაიწერებოდა ანუ გარეგანის ჯულის აღსრულება და არახსრულება კი არ არის მთავარი ქრისტეშიო არამედ ახალი დაბადებული ანუ ახალი ქმნილება იგივე ახალი შექმნილი ღმერთმა როცა იგი განკაცდა ეს ცნობილი სიტყვები აპოკალიფშიც არის და სხვა ადგილასაც არის წმინდა წერილში როცა უფალი განკაცდა ერთ-ერთი მთავარი საქმე რაც მისთვის იყო მან ყველაფერის თავიდან შექმნა და ყველაფერს ახლად ქმნის
და ეს დაიწყო ადამიანის ქნილებით, ადამიანის შექმნით და სამყარო მე ადამიანზეა მომული, როცა კაცობრიობის გამოხსნა უკვე სრულად მოხდება მეორედ მოსვლისას. ადამიანის ახალი არსება შექმნა ადამიანის სახით. ეს არის ახალი ადამი. და სწორედ სხვა არსებანი უნდა გავხდეთ. მაგრამ ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი არის საკუთარი ბუნების განწმენდა უფრო ზნეობრივად გახდომას არ ნიშნავს, არამედ ქრისტეს მიმსგავსებას ნიშნავს. და ეს არის და ახალი ადამიანად ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რითაც დავიწყეთ იმას ვამბობ სინანულით. და აი სინანული რა არის? სინანულს ხო ძალიან ბევრი განმარტება აქვს. აი მაგალითად წმინდა იგნატიუსი ამბობს ბრიანჩაინოვი. სინანული და ყოველი რისგანაც ის შედგება. რა არის ეს? ეს არის სულის ტკივილი. არა ხორცის, არა ნერვების, არამედ სულის ტკივილი. სულის ტკივილი და შემოსვლილება. ანუ როცა ადამიანი მუდამ წუხს იმაზე, რომ მას აკლია ღმერთთან ერთობა, ენატრება მის გარეშე ცხოვრებას, მის ცხოვრებას აზრი არ აქვს, სულ მუდამ ტკივილი აქვს. გესმით? უფალო სადახარ, სულ ძიებაში. ის ვერ ბედნიერობს სხვა რამით, თუ არ აყავს მას გულში ქრისტე. შემოსრულება, გულის მგლოვარება. ანუ როცა ადამიანი ეს ერთადერთი მსხვერპლი, როცა ადამიანი საკუთარ და რო ტკივა და იმიტომ რომ ვერ ხედავს იმიტომ და ვერ აქვს ურთიერთობა ღმერთთან იმიტომ რომ მიზეზი საკუთარ თავშია, საკუთარ დაცემულ ბუნებაშია, გაყინულ მკვდარ გულშია. შემოსრულება, ესე იგი ნანობს რომ ეგეთია და მგლოვარება და ცრემლი, იმიტომ რომ ადამიანი როგორც მიცვალებულს გლოვობს, ქვითინებს, ასე უნდა ქვითინებდეს საკუთარ სულზე. ეს არის ნეტარიყვნენ გლოვარენი გულითა, გლოვარენი რამე თუ იგინი ნუგეშინის სემული იქნენ. ეს არის სწავლება ქრისტიანული. აქედან გამომდინარე ცრემლი და ასევე განსჯა და განკითხვა საკუთარი თავისა. აი ეს ყველაფერი სინანულის გამოვლინებებია. არა ის რომ მაგალითად მე დავაშავე ბოდიში, ღმერთო აი ეს ცოტა წავციცქნიან რაღაცა სიტყვა ისე ვთქვი და მაპატია. არამედ აი ეს მდგომარეობა, სულის ტკივილი და შემოსრულება გულისა, მგლოვარება გულისა, ცრემლი და განსჯა და განკითხვა საკუთარი თავისა, არა სხვისი, არამედ საკუთარი თავისა. როცა ადამიანი ხვდება რომ ნებისმიერი ჩვენს გარშემო, ჩვენს ახლო მყოფი ადამიანი როცა აშავებს, ამაში ლომის წილი ჩვენ თუ სულ ყველაფერში დამნაშავე ვიგძენით თავი, ხო კარგი. მაგრამ თუ ესევე რა, ის მაინც ვიგზნოთ რომ ლომის წილი გვაქვს, როცა ჩვენს გვერდზე მყოფი ჩვენი ახლობელი ცოდავს, ისი არ ცხოვრობს როგორც საჭიროა, ჩვენ თავს დავაბრალოთ, თორე დავემსგავსებით, მე მგონი ადრეც გითხარით, დავემსგავსებით ადამიანს, რომელსაც ღმერთმა რომ უთხრა ეს რა ქენიო, ცოლის ბრალეულობაც თავის თავზე უნდა აეღო და ეთქვა რომ აი მე მაპატიე რომ ჩემ ცოლს ყურადღება არ მივაქციე და არათუ ეს არ გააკეთა, არამედ ადგა და ის შენ ცოლი რომ მომეცი მან შემაცდინაო და ანუ ცოლის ბრალიც არის და შენი ბრალიც არის, ფაქტურად ეს უთხრა. აი ესე გვემართება ხოლმე ჩვენ. ამიტომ აი ეს განკითხვა საკუთარი თავისა და არა სხვისი. სიკვდილის, ღვთის სამჯავროს და საუკუნო სატანჯველის ხსოვნა. ჩვენ სამწუხაროდ, იგივე ლოცვაში ჩვენ ეს არ გვახსოვს და იმიტომ ვეკიდებით რაღაც წვიმანებს ღვთის სამჯავრო, რომელზეც შენ პასუხი არ გექნება, თუ არ გათავისუფლდი შენი პირველი ადამიანის მდგომარეობიდან, არ გექნება პასუხი. და თუ ამას ჯერ ვერ ხვდები, ესე იგი ჯერ ქრისტიანი არ ახარ. ვერანაირად ვერ გაიმართლებს საკუთარ თავს. რაში იკაცო ადამიანი თქვით, მე ხო არაფერი არ დამიშავებია და აი მივდივართ ფარისეველთან. ფარისეველმა რა დააშავა? არაფერი. ლუარსაბ თათხარიძემ რა დააშავა? კლასიკური ფარისეველია. რა დააშავა? არაფერი არ დაუშავებია ხალხო ლუარსაბ თათხარიძეს. და მე მინახავს ადამიანი, რომელიც ხარა გადაეკიდენო ამ თათხარიძეს, კაცი რასაშავებდაო. თვითონ თათხარიძეა და ვერ მიხვდა და იმიტომ. როგორ მიხვდება თათხარიძემ რა დააშავა? როგორ მიხვდებით ჩვენ ფარისეველი რატო განიკითხა უფალმა, რატო? თუ ფარისევლებად დარჩებით. ვერ მიხვდებით. ხოლო სიტყვის მასალად ვიტყვი და ისე ვერ მიხვდებით.
და არ გვახსოვს ღვთის სამსჯავრო და მერე შესაბამისად საუკუნო სატანჯველი. არც სიკვდილი არ გვახსოვს. ამაზე ვფიქრობდი. ეხლა 55-ის ხვდები და 25 წელში 80-ის გავხდები. ეგრეა, ხო? 25 წელი რა არის? როცა თქვა 55 იცხოვრე, 25 წელი უცებ გავა. 80 წლის ცოცხალი ვიქნები, კაცმა არ იცის. და თუ ვიქნები, რის თავი მექნება? მექნება ლოცვის თავი, სინანულის თავი, ღვაწლის თავი. ანუ გესმით როგორ ანუ ჩემი ტვინი იმუშავებს, რომ ასაკში ძნელია. რა, ესე იგი მოსასწრებად ამაქვს საქმე. მოსასწრებად. ეს უკეთეს შემთხვევაში და შეიძლება სულ ცოტა ხანში მოხდეს ჩემი გასვლა ამ ქვეყნიდან. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს. და ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ხვალე ნამდვილად არ მოკვდება, ის ქრისტიანი არ არის. აი ვინ თქვენ შორის თუ არის ესეთი ადამიანი, ვინც დარწმუნებულია, რომ ხვალე ცოცხალი იქნება, თუ არის ეგეთი. დარწმუნ 100% ხვალე ცოცხალი ვიქნები, აბარა თუ ეგეთი ვინ ის ქრისტიანი არ არის. იმიტომ რომ ყოველ დღე შეიძლება გავიდეთ ჩვენ. ყოველ წამს. ხო ესეა? ესეა. მერე ეს რაღაც არ ჩანს ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ ცხოვრებაში ეს საერთოდ არ ჩანს. არ გვახსოვს. აი ეს გულარხეინა. მოსასწრები გვაქვს. ღმერთს არ ვიცნობთ. გარდა ამისა, სინანული ვლინდება ღვთისმყოფობის განცდაში. ღვთისმყოფობის განცდა. ღვთისმყოფობის განცდა ჩვენში, რომლის გარეშეც ქრისტიანები არა ვართ, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს. და ვინმეს რო არ მოეჩვენოს, რომ ღვთისმყოფობის განცდა ის არის, რომ უი რა კაი ხასიათია. იქვე წერია ღვთის შიში. ანუ ღვთისმყოფობის განცდა ღვთის შიშის გარეშე არ არის. გესმით? ანუ კარგად უნდა მიხვდა ის განცდა, რომელიც მოვიდა სუბიექტურად. ობიექტურად ღმერთს ასახავს თუ რაღაც შენს ემოციებს და ან ყველაზე უარესი ეშმაკსაც ხომ შეიძლება ასახავდეს, რა თქმა უნდა. მაგრამ იქვე ამიტომ ამბობს ღვთის შიში. მაგრამ ეს ყველაფერი, ეს სათნოებანი, რომელიც სინანულს წარმოაჩენს, ეს ყველაფერი უძვირფასესი, უმთავრესი და უძირითადესი ღვთის ნიჭებია. მაგრამ ესენი თავის მხრივ მომავალი უმაღლესი და მარადიული ნიჭების საწინდარს წარმოადგენენ, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, როცა გარდავიცვლებით თუ ამ მდგომარეობაში ვიქნებით გარდაცვალებისას. როცა ჩვენ სინანულზე ვსაუბრობ და ჩვენ თქვით, რომ წმინდა მამის მიერ გამარტებული სინანული, ეს არ ნიშნავს, რომ სინანული ამით სინანულის გამარტება ამოწურული, ეს დიდი საიდუმლოებაა. დიდი საიდუმლოება. როდესაც იოანე ნათლისმცემელი ამბობს, მე ამაზე ადრეს გითხარით, რომ შეინანეთო, იქ შეინანეთ ის სიტყვა, ისეთ ეს ზნა, ისეთ მაშინ გრამატიკულად ისე არის მოცემული, რომ დროის არც დროში არ ზის, არამედ განცობილი მოქმედება არის. ეს არის პროცესს აღნიშნავს, პროცესს. ანუ ეს არის პროცესი მეტამორფოზისა, როცა ხდება ადამიანის გონების ცვლილება, ანუ გონებაში ტვინი არ ეგულისხმება ამ შემთხვევაში ადამიანის შინაგანი სამყაროს ცვლილება. რადგან, აქედან დასკვნა უნდა გავაკეთოთ. რადგან სინანული ნიშნავს პროცესს ცვლილებისა ადამიანში, რომელიც საიდანღაც რაღაც გარკვეული ადგილიდან რაღაც გარკვეულ ადგილიდან უნდა მიდიოდეს და გარკვეული ადგილიდან უნდა დაიწყოს და გარკვეული მიმართულებით ვითარდებოდეს, მაშინ უკვე ჩდება ესეთი კითხვა, სინანულს სჭირდება თუ არა ორიენტირი. ორიენტირი. თუ მიდიხარ, თუ ადგილზე ხარ, არაფერი ორიენტირი არ სჭირდება. მაგრამ თუ მიდიხარ, ესე იგი ორიენტირი გჭირდება. ხო სწორია? აი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, იუდას ვახსენე, იუდას სინანული, ჩვენი სინანულს ძალიან ხშირად არ აქვს ორიენტირი და ამიტომ ჩვენი სინანული არ არის ხოლმე სინანული. ორიენტირი სად იწყება და საიდკენ უნდა წავიდეს და ისევ მივალთ იქ, რასაც მე ხშირად ვიმეორებ. არასოდეს არ გვექნება ძმებოდადებო ნამდვილი სინანული, თუ არ გვექნება საიდან ვიწყებთ ამ გზაზე სვლას და რისკენ მივდივართ. საიდან ვიწყებთ? ადამიანის დაცემულობიდან. ადამიანის დაცემულობა არის ჯოჯოხეთი. აი აღდგომის ხატია, თქვენ რომ მიხვალთ დღეს ხატს რომ ემთხვევით და აკვირდით. ადამი არის აი აქაც დიდი ხატი დაბრძანდება აღდგომის. აქ მაცხოვრის ხატის ადგილას. ადამი არის ჯოჯოხეთში. უძლური, იმიტომ რომ ხელი ჩამოკიდებული აქვს.
და უფალს ამოყავს. ეს არის ადამიანის მდგომარეობა, უძლური მდგომარეობა ჯოჯოხეთში მყოფობისა, ანუ სრული უუნარობა ღმერთთან მყოფობისა და ქრისტეს ამოყავს. აი ეს მდგომარეობა უნდა დავინახოთ ჩვენში. ეს არის დასაწყისი. ნებისმიერი წანაცვლება აი ამ მდგომარეობიდან და სხვა მდგომარეობაში საკუთარი თავის ხედვა ეს არის გარკვეულ სიმაღლეზე ყოფნა და ადამიანი ესეთი უბედური არსებაა, რომ ცოტათი ზემოთ თუ წაიწია, აი ადამიანის ჯოჯოხეთური მდგომარეობა ცოტათი ზემოთ, იმ წამს მთელი სამყარო მის ქვემოთ აღმოჩნდება და ყველას განიკითხავს. ამიტომ იქ უნდა იყოს და ეს გამოცხადებით მიეცა ხო სილვან ათონელს ამ ყოფი შენი თავი ჯოჯოხეთში, იმიტომ რომ სილვან ათონელი გენიალურად ცხოვრობდა. აი მას ალბათ ვერც ერთი ქართველი საქართველოში ყოფი ბერი ვერ შეედრებოდა და შეიძლება დღეს ათონელი ბერების ვერ შეედრებოდნენ დღეს რომ არიან. საოცარი ცხოვრება აქვს სილვან ათონელს, წმინდანად ყველა ხო არ შეირაცხა. მაგრამ ეცხადება ანგელოზ დეონება შენი ცხოვრება საზიზღარია ღვთის წინაშე. ეხლა თუ სილვან ათონელის ცხოვრება საზიზღარი იყო, მე და თქვენი რა იქნება? მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის დეპრესიის მიზეზი არ უნდა გახდეს. იქვე უნება რა უნდა გააკეთო. ანუ ის შენი გარეგნული ცხოვრება კი არ არის მთავარი, ეს საოცარი ცხოვრება, რომელიც აქვს მარხვა, ლოცვა, ყველაფერი, საოცარი. არამედ შენი განცდა არ ქონდა, რომ სად იმყოფება ადამიანი. იქ. და აი სინანულის ვექტორი, სინანულის ორიენტირი ვარ იქ ჯოჯოხეთში, ადამიანის მდგომარეობაში, მაგრამ საით ვისწრაფი, არა როგორც წეგან გითხარით, არა იმისკენ რომ უკეთესი გავხდე, არა. სრულყოფილებისაკენ, დაუსრულებელი სრულყოფილებისაკენ უფლის სიტყვები იყავით, სრულყოფილი ვითარცა თქვენი ზეციური მამა, სრულყოფილი და ჩვენ ნიშნული შუქურა, აი ამ სრულყოფილების გზაზე ყვავს ქრისტე, რომელიც ადამიანად მოსული ღმერთია და რომელმაც გაგვიკვალა, იმიტომ ამბობს მე ვარ გზა. რატო ამბობს მე ვარ გზა? იმიტომ რომ როგორ გახდები მამა ღმერთივით სრულყოფილი, ხო, ძალიან საშნელი სიტყვებია, მაგრამ ამას უფალი გვასწავლის. თუ არ იცი საით წახვიდე და აი გზა, ქრისტე არის გზა, გაყევი ქრისტეს. იგი ჩვენს წინა მორბედად შევიდა სასუფეველში, ანუ დაждდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. გავყვეთ ქრისტეს და ეს არის სწორედ ის გზა ჩვენი სინანულის, ანუ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვნანობთ, კარგად დავინახოთ, გვაქვს თუ არა ეს ორიენტირი. გვაქვს თუ არა დაუკმაყოფილებლობა იმისა, რომ ჩვენ თავს ვერ ვხედავთ ჯოჯოხეთში ადამიანთან ერთად. და დაუკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აგვირჩევია ჯერ ჩვენ ნიშნულად, უმაღლეს ნიშნულად ქრისტე. და უკმაყოფილდებით იმ მდგომარეობით, რაც გვაქვს. როგორ შეიძლება იყო კმაყოფილი, როდესაც შენს თავს ჯოჯოხეთში ვერ ხედავ და შესაბამისად შემი წყალი არ გივარგა, ანუ ლოცვა არ გივარგა. და ასევე როგორ იქნები კმაყოფილი, როდესაც უნდა ქრისტეს დაემსგავსო და რა ხარ კი იცი? ხო? ამ ჩვენ ნამდვილი სინანული მუდამ უკმაყოფილო მდგომარეობაში გვამყოფებს და საოცარ რამეს გვიხსნის ჩვენს თვალწინ და ეს ჩვენი დაწყვილი მანება, ჩვენი რაღაც მეორე ხარისხოვანზე გამოკიდება უკვე დამთავრდება და მთავარს გამოვეკიდებით, რასაც სწორედ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება ქვია. ხოლო სინანულის გარეშე ყველანაირი ღვაწლი, ყოველი სათნოება, რასაც ჩვენ ჩავდივართ, მათ შორის ლოცვა, რომელსაც ჩვენ ლოცულობ, მარხვა, ლოცვა, ღვაწლი, ყველაფერი, იესოს ლოცვა, ღამე წამოდგომა, ყველაფერი. აი ესეთი სინანულის გარეშე რომ ჯოჯოხეთში ხარ და ესე იგი მამა ღმერთის სრულყოფილებისაკენ უნდა ისწრაფოდე და გზად ქრისტემ მოგეცა განკაცებული ღმერთი, რომელიც გაჩვენებს როგორ უნდა იარო, აი ამ ასეთი სინანულის გარეშე ნებისმიერი სათნოება და მათ შორის ლოცვა დემონური ხიბლის შემოტევისა და ბრძოლისაგან დაუცველია. ანუ ეშმაკი ხო იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ და ხიბლი რა არის? ხიბლი არის ტყუილი. და რადგან შენი მდგომარეობა საწყიშივე ტყუილია, ანუ შენი თავის ადეკვატური აღქმა არ აქვს, ვერ ხედავ სად ახარ და არ გესმის საითკენ უნდა წახვიდე. და ისე ცხოვრობ სულიერად, ესე იგი უკვე ტყუილში ხარ. რადგან ტყუილში ხარ, ნებისმიერი სათნოება დაუცველია ბოროტის შემოტევისაგან და ყველა ადამიანი, რომელსაც ჭეშმარიტი სინანული არ აქვს, ხიბლის მდგომარეობაში იმყოფება. და ეს არის კატასტროფა. ეს არის მიზეზი იმისა, რომ წლები და წლები ადამიანი სულიერად ცხოვრობს და ძვრა არ აქვს. როგორიც იყო, ისეთი დარჩა. ან უარესი გახდა თუ ფარისეველია, ან მეორე ხარისხოვან თემებს ეკიდება. ან სულიერ ცხოვრებაში გარეგან ნიშნებს და სასწაულებს და რაღაც გამოცხადებებს და რაღაცებს ეძებს. სულ პრობლემაა ეს და ამ დროს თავარი ავიწყდება
ურთიერთობა ქრისტესთან არ აქვს. და რაც აქვს, ეს გონია და სინამდვილეში ეს არ არის, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრისაგან რაც მეთქი განძარცვულია. და რა გამოდის? ქრისტიანის ღვაწლი დაშრომა წყალშია ჩაყრილი. წყალშია ჩაყრილი, იმიტომ რომ ამდენი იწვალა და შედეგი 0 ექნება გარდაცვალებისას. მერე რა იქნება არავინ იცის, უფალმა ყველა შეგვიწყალოს, მაგრამ ის რომ ჩვენი გასაკეთებელი არ გვექნება გაკეთებული, ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, უფლის იმედად უნდა ვიყოთ, უფლის შეწყალების იმედად, ეგ სწორია. მაგრამ ხო გესმით, უფლის სიტყვები ასევე სახარებაში არ არის? მრავალი თქვენგანი მეტყვის მე, უფალო შენი სახელით არ სასწაულებს ვახდენდით და შენ წინაშე ვცხოვრობდით და უფალიონება განმეშორენით ჩემგან. არ გიცნობთ მოქმედო უჯილოებისანო. მრავალი მეტყვის თქვენ მაშინ, რომ წარსგება ჩემ წინაშე, უფალო, არ გიცნობთ მოქმედო. განეს სიტყვები ჩვენთვის გასაგებად არ დაიწერა. ამ სიტყვების მერე შეიძლება ადამიანი არაფერს აკეთებდეს და გულარხეინი იყოს. მაინც უფალი მოწყალია და მაცხონოს. ან არასწორად აკეთებდეს. ვინმე მიტყვის, ვინმე იტყვის, რომ მე არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა, ეს ყველაფერი ხო წერია ძმებოდადები. წმინდა წერილში წერია, წმინდა მამებთან წერია, ქადაგებაში გესმით, ლოცვებში არის, ყველაფერი ეს ხო წერია. წერია. მე იმედი მაქვს, რომ უფალი ამ ცოდნას ყოველუბრალოდ არ გვაძლევს და ვებედროთ უფალს, რომ ცოდნის შესაბამისი ძალები მოგცეს, რომ ეს ყველაფერი აღვასრულოთ. რათა გადავრჩეთ წარწმედას ჯოჯოხეთს გადაურჩეთ, რათა ვცხონდეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი ჩვენს დიდ წინაპრებთან, ჩვენს დიდ წმინდანებთან ერთად და ვიყოფებოდეთ მარადისობაში, მამასთან, ძესთან და სული წმინდასთან, რომელსაც შორის პატივი, დიდება და თაყვანისცემა ყოვლადვე აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.